მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მტერს დაუბრუნოთ თავისი პორჩა. როგორც ხედავთ, მე უკვე აქ რო გავამზადე ეს ყველაფერი. ალერგია მაქვს, იცით, ჩემმა ძველმა გამომწერებმა. ყველას მოგესალმებით აბსოლუტურად. გამოიწერეთ არხის სტუმრებო, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. დღეს ცოტა დავისვენე კვირადღეა და მინდოდა ამ დროს ველოდებოდი ზუსტად ამ გვიან საათს, რომ ასე ჭირდება ამ რიტუალს. ეხლა აგიხსნით, მოგიტრიალებთ. დღეს მუშაობ ქალღმერთი გეკადასთან ერთად. მისი ძალა, მისი ეს რას ეძახიან ამას კვარტხი ხო თუ რაც არის გაგვინათებს თავის ჩონჩხებით მტერს ესე იგი და თავის ძაღლით ხო უკუაგდებს მიხვდით ხო მე ხშირად არა მაგრამ ხანდახან მუშაობ ხოლმე იმიტომ რომ ჩემი დამცველი არის და კარგად ვეწყობით ერთმანეთს და მინდა რომ ჩემ გამომწერებს ეს შეგრძნება კიდევ ერთხელ გადავცე. აი უყურეთ აქ ახლა რა ხდება. აი აქ არის უყურეთ. ოპა. ეს თქვენი მტერია. და ნახეთ როგორ არის. ესე იგი, ვინც მას ეხმარებოდა, ხო? მის გვერდზე ვინც იდგა. თანამონაწილეები, თანამოაზრეები, ხო? აღონ თითო ერთი მტერი იქნება და ის მეორე არ ჩაიფიქროთ, მხოლოდ მტერი ჩაიფიქრეთ. აი ესია დაპროგრამებული. დანარჩენს სანთელი სიტყვები და ნინია გააკეთებს. ხო, ну აქ რა თქმა უნდა ჯერ ლურსმები ჩავარჭე, ლურსმებს ვეძახი ხო იცით მე ამას ეს ნიორის ეხლა არ დავწქვენი მე ყველაფერი რასაც ვყიდულობ, რასაც ვაკეთებ, მე კარგი ხანი მიდევს, კაი დრომს მიდევს სახში რომ დაიტენოს, დაიტვირთოს, ახლა გამომწერებო თუ რო არ იცით, ხო თქვენ გეტყვით, ჩამოკარგებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და აი უყურეთ როგორ არის, ну ეს არის ციგანკური, ესეც ჩემი მაგიური დიდი მახათი მტრისთვის და უყურეთ დღეს რაზე ვმუშაობ და აკვირდით პენტაგრამა მაქვს ამობრუნებული, იმიტომ რომ ესია საჭირო, არ შეგეშინდეთ. თქვენ ის ნებართვით, ხანდახან იცით რომ მე გაჩვენებთ ხოლმე, მაგრამ ეხლა აი აქ უნდა იყოს. აქ უკვე ნათქვამი და უკვე წაკითხულია, ჯერ ესე გავაქტიურებ და მე უკვე წაკითხულია, აი ესე უნდა იყოს. და ამით დავიჭერ. ბევრს არაფერს არ ვიტყვი, რაც მთავარია ის გაკეთებულია ეთერს გარეთ. მიხვდით ხო? აქეთ კიდე ეს გვიცავს ბუმბერაზე არ შეგეშინდეთ ესე. და მოკლედ იქითაც დაცვები აქეთაც დაცვები ხო კარგით მე ახლა სამჯერ წავიკითხავ ჯერ რუსულად და სადაც ვიტყვი სახელი დაასახელეთ მტრის სახელს, მაგრამ თქვენ უკვე შეგიძლიათ უყუროთ ახლა აი ამ რაღაცებს, ეს არის სხვა გზაზე რო წავიდნენ, სხვა გზაზე, მაგრამ აქედან ვერ გამოვლენ, მიხვდით ხო? იმიტომ აქ ეს ჩაკეტვები გაკეთებული, აქედან ვერ გამოვლენ, მიხვდით ხო? ეს ჩემი ჯაყვა იცით ხო? ხო, მოკლედ აქეთ იქედან ყველაფერი ნინია ხო ყველაფერს ითვალისწინებს და ესეთი კარგი ყავართ და მეც კარგები მყავხართ. ხო, ჩემო-კარგებო. ეხლა თუ რამე ბრასლეტები გაქვთ და შესაძლებელი გაქვთ უცებ გაიკეთოთ ხელებზე, ან ბეჭედი რაც გიცავთ, ხო? სანამ გავააქტიურებ, უკვე შეგიძლიათ გაიკეთოთ და თმები შეიკარით თუ შეიძლება. ოღონდ ფეხები გახსნილი იყოს, მხოლოდ თმები შეიკარით და რამე დამცავი გაიკეთეთ, კარგით?
ხო გასწავლით ხოლმე. ნუ ეხა აქ ძალიან ღრმა ის ჩავაქსოვე მე მიხვდით ხო, მაგრამ მტერს არ ზძინავს და მთავარია რომ რეზონირდება და თქვენ იცით რომ ნინიას რიტუალები ყოველთვის რეზონირდება, იმიტომ რომ სულ ბუნებრივ მასალებზე ვმუშაობ და სულ იტვირთება ჯერ ჩემ ოჯახში, ჩემს ენერგიებს და მერე გამომაქვსმე. მერე ესე არასდროს არ არის რომ მე ვიყიდო რაღაცა და უბრალოდ შეიძლება განახოთ ეთერში და მე დაიტენოს და მე მოვიხმაროთ მეც და თქვენც ხო თქვენთვის. ხო, აქ მოხმობილია რა თქმა უნდა ის ძალები ვინც საჭიროა, გეკადას ჩათვლით, ნუ გეშინიათ აქ ეშმაკი არ არის მოწვეული, მე არ თანამშრომლობ ეშმაკთან. და ბოდიშით ეს გავასწოროთ თორე. მოკლედ, ჩაიფიქრეთ თქვენი მტერი, ერთი მტერი. აი გაგიჟდა ხმა გესმით ხმა? აი ყველა არაფერი არ ხდება ჩემო კარგებო. ხო. აი მე ჯერ ახლა სანამ ავანთებ, ერთხელ უნდა წავიკითხო. ერთხელ რუსულად წაგიკითხავთ და მე ქართულად აი აქვე გადაგითარგმნით, ტელეფონით ვკითხულობ. მოკლედ ჩაიფიქრეთ მტერი. Лежит сол на земле, держит порчу себе враг мой. Мтерის სახელი. Ходит по земле, куда он не пойдет, везде свою порчу найдет. Через землю, через сон заберет себе свое. Все поганые слова, черные дела, все слово. Сон земле, все отдай. Земля, все, постоянное все, слово врагу. Სახელი მტერის? Моему возвращению так истина. კარგით, ჩემო კარგებო. აქ ეხა ძირითადად მიწაზე და მარილზეა. აი აქ არის ყველაფერი, რო იცოდეთ. და აქ არ არის საჭირო ეხა აქ მიწა და მარილი ყოველთვის არაა საჭირო. მე გეტყვით ეხლა უყურეთ, ქართულად ვთარგმნი, იმედია კი მოვახერხებ. მარილი მიწაზე დევს. პორჩას თავისთან იჭერს. მტერი, სახელი მტერის ჩემი დადის დედამიწაზე. სადაც ის არ უნდა წავიდეს და წამოვიდეს, ყველგან თავის პორჩას იპოვის. მიწის საშუალებით და მარილის საშუალებით ყველაფერს თავისთან წაიღებს. ყველა დამპალი სიტყვა, შავი საქმე, ყველა ბოროტებას. მარილო მიწას მიეცი ყველაფერი. მიწა ყველაფერი რაც დათესა ზლო უკაცრავად სიბოროტე მტერმა ჩემს მტერს, მტერის სახელი დაუბრუნე. დაე იყოს ასე. მიხვდით ხო, სერიოზული სიტყვებია რა. ხო, მაგრამ ეხლა მე რამოდენიმეჯერ ისევ რუსულად წავიკითხავ, სახელს რო ვიტყვი, ისევ სახელით და ასე შემდეგ. ახალო გამომწერებო, თქვენ არ იცით შეიძლება, მაგრამ მე ხშირად არა, მაგრამ მაინც ვიყენებ ხოლმე ესეთ იციან ჩემმა გოგოებმა, ბიჭებმა, უკვე დიდი ხნის ოჯახი რო ვართ. ვაქტიურებ, კიდევ ერთხელ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვენი მტერი დაასახელოთ. ვაქტიურებ რიტუალს, ხსნი.
ამინ. ეხლა უნდა იმუშაოს, როგორც იმუშაებს, მანამდე მე გავაგრძელებ კითხვას და ყურადღებით იყავით. ნახეთ უკვე რა დაემართა? უყურეთ რა დაემართა თქვენს მტერს და ჩემს მტერს. ხედავთ ხო? ეს თავი სახასრარას ჩაკრა, მერე მოდის კისარი, მესამე შუათვალი მეთქი, მესამე თვალი მოდის მერე. ყელის ჩაკრა მოდის ხო, მერე და ესე დანაწილებულია რა და ეხა ქვედა ჩაკრებზე ნახეთ ხო, სადაა გაყრილი ეს. ჯერ ესე იმუშაოს ხო? ეხა მე კითხვას დავიწყებ. ნახეთ როგორი ტირა, ნახეთ. ნახეთ როგორი წყევლა, აი გუდა, აი თოვლის გუდასავით, ნახეთ როგორა ჩანს თოვლის გუდასავით, აი აქ არის თოვლის გუდასავით. აი ახლა უკან უბრუნდება ეს ყველაფერი, ამინ. ყურადღებით ვიყოთ, მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ თქვენი მტერი სიტყვები ხო გაიგეთ, მერე კიდე ქართულად კიდე ორჯერ წავიგით ხო. უკაცრავად ხელები ესეა საჭირო. სახელი მტრის მტრის სახელი ნახეთ რა კარგად ჩამოვიდა ხალხო, უბრალოდ ჯერ მინდა რომ ამ ამობრუნებულზე იმუშაოს, მიხვდით ხო და მერე გაჩვენებთ, მაგრამ ხო ჩანს, აი ოდნავ მოგიტრიალებთ, ნახეთ, აი ოპა, წამოვიდა ეს ყველაფერი უბრუნდება. ნახეთ როგორი ლიარვებია, ლიარვა რა არის, პროგრამებია, მიხვდით ხო, კრადნიკები და ასე შემდეგ. ნახეთ, ჩამორეცხა, ვერ გაუძლო, რას გაუძლებ რას. მტრის სახელი მტრის სახელი კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, აი მოუყალეთ, ძალიან კარგად მუშაობს, მინდა გითხრათ, ნახეთ რეები ემართება. ნახეთ როგორი პრივაროტი დაჯდა, პრივაროტი გულის მხრების ქვეშ, ბოდიშით იღლიების ქვეშ იციან პორჩას ჩადება ლიარვები, პროგრამები და ნახეთ ჩამოეწვეთ აი აქ მუცალი, ესე იგი ჭიპამდე, ესე იგი ჩამოდის, ესე იგი მესამე ჩაკრას ჩამოცდება, ახლა მეორე და პირველ ჩაკრაზე არის პრივაროტები. მტერის სახელი მტერის სახელი კარგით, ეხა ცოტა ხანი გაჩვენებთ და მე უკვე ქართულად გადაგითარგმნით ისევ.
უბრალოდ იცით რა არის, აი ზუსტად რომ მინდა გავარტყა, ხო, ბევრი სიტყვების არა აქვს პირდაპირ თარგმანი, ხა ჩემი ახსნა რა დგინდათ, ხო? ამიტომ რომ მინდა რომ ზუსტად იმოქმედოს და გავარტყა. ოპა, გამარჯობათ. მე ვარ თქვენი მტერი, რომელიც უკვე ტყდები, ვნანობ რაც გაგიკეთეთ, რო გატირეთ. ეხლა თვითონ იტირებენ ცხარე-ცრემლებით, სისხლის ცრემლებით იტირებენ, სისხლის ცრემლებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის, არ აქვს მნიშვნელობა. აი უყურეთ შიგნითაც ნახეთ, ოპა, არხები, ნახეთ, ჩამოდის და ჩამოდის. ესე იგი ღრმა წინიდან რო წამოვიდა, ესე იგი უკვე თქვენი მტერი აი აღარერიდება და პირდაპირ მოდის თქვენზე ატაკაზე. ნახეთ ესეთი ცხვირიანი კაცი, როგორი ცხვირია, კეხიანი არა, მაგრამ დიდი სწორი ცხვირი აქვს, ნესტოებით უყურეთ, გამოწეული ნიკაპით, ცოტა მაღალი შუბლით, ჩაჭრილი ცოტა ეს ლამაზი თვალები ვით აქვს. ნახეთ ვინ გამოჩნდა. თუ გეცნობათ ვინმე შეიძლება თვითონ კალდუნიც გამოჩნდა, ვინ შემსრულებელია. აქ ფეხები ნახეთ, ფეხები და მას გავს რა ქვია, ორი გულია და ეხლა აქ დავდებ რომ გააგრძელოს მუშაობა, ორი გულია და ბოქსიორის ხელთათმანებია, რომ ეს სიმძიმე გქონდეთ, სიმძიმე მიხვდით ხო? ეხლა ამათ ექნებათ სიმძიმე ერთ ადგილას. ეხლა დავიწყებ ქართულად მეგობრებო. აქაც ნახეთ როგორ ჩამოდის. ოპა, კარგად მუშაობენ, მოკლედ ყურეთ. აქ ხა ისეთი ძალებია, რომ რა ვიცი. მადლობა ყველას, ვინც მოწვეული მყავს ქალღმერთი გეკადას ჩათვლით. აქ ეშმაკის ყურები დაიხატა. ნუ კალათა და აქ რა არის, იცით? აი სასმისია, შანდალს გავს კიდე, აი რომ სულ წაგიკიდონ, ხო ხდებით არა, სულ აი ზოგ შეიძლება ისეთ რაღაცა გაქვთ გაკეთებული ამ ჯადოებისგან უკვე, აი რომ წამოგახურებს ან გაგაციებს, ფეხები გაგიყინება ადამიანს. ეს არის უკვე სასაფლაოზე ნამუშევარი, ყველაფერი ჩემო კარგებო, აი აქ ყველაფერი სასაფლაოზე. აი ნახეთ მტევნები ყურძენი უყურეთ, რა არის მოსავალია ხო და ზოგს აქ პრობლემები აქვს მკერდზე, მინდა გითხრათ, გოგოებსაც და ბიჭებსაც ორივეს და ნახეთ დაბლა ჩაკრაზე, მიწიერზე როგორი თვალი გააქვთ, ნახეთ. ბუშტები, წყევლა, აქ უკვე გაიყო, აი ესე ჩამოეკიდა, აქ ჩექმაც ჩამოეკიდა, აქ არის იცით რას გავს, ვეფხვსაც გავს, არც ვეფხვი არ არის, აი რაღაცა არის, მოკლედ რა, იმათი დრაკონი ხა ჩემი კარგია, მაგრამ გააჩნია ვინ როგორ დააპროგრამებს, ეს სუფთა ხეა, წითელი ხეა. აი თქვენი თანხები თითოეული ლარები სად მიდის, იცით რომ ეს პაწაწუნაა, მაგრამ არ აღირს 2 კაპიკი, ხო, იმიტომ მუშაობს რიტუალები, იმიტომ არა ჩემი ძალებითაც და უფლის დახმარებით, მაგრამ აქ აქვს მნიშვნელობა, ხო, რაზე და როგორ რას გაითვალისწინებ, ხო, ესე ხო არ არის. მოდით მეგობრებო, მეთან აქ ჩემი დაცვა მაქვს, ერთ წუთი გავასწორო. ოპა. კარგად მუშაობს, ნახეთ ჩემს საუბარზე, მტერი გიჟდება, ისე გაგიჟდირო. კარგით, დაინახეთ, ქართულად ისე. მარილი მიწაზე დევს, ან ყრია, ესეც შეიძლება. და პორჩას თავისთან იჭერს, თავისზე იღებს, თავისზე იჭერს, თავისით იჭერს, აი ესეთი რაღაცა, რომ გაიგოთ, მიხვდით ხო, იმიტომ არა აქვს პირდაპირ თარგმანი. ჩემი მტერი, სახელი მტრის, დადის დედამიწაზე. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თავის პორჩას იპოვის. მარილის საშუალებითაც და მიწის საშუალებითაც და მარილის საშუალებითაც.
თავისზე აიღებს აი ამ ყველაფერს ყველა დამპალი სიტყვა, შავი საქმეები, ყველანაირი სიბოროტეს აიღებს თავისზე. მარილო, გთხოვ, მიწას მიეცი ეს ყველაფერი. მიწავ ყველა დათესილი მტრისგან ეს სიბოროტე ჩემს მტერს სახელი მტრის დაუბრუნე და იყოს ასე ამინ. ეხლა უნდა გაჩვენოთ ისეთი კარგები რაღაცები ჩამოვიდა მტრისთვის, რომ ნახეთ ხალხნო. ნახეთ რეებია? ნახურეთ. ოპა, აი ეს ყველაფერი. ნახეთ, ერთი მეორეზეა, ერთი მეორეზე. ეს არის ძალიან ძველი პრივაროტი, ატვაროტი, სიმძიმეები, ძველი ნეგატივები, დიდი წლები რო, ბევრი წლები თითქმის ზოგს ბავშვობიდანვე რო ებრძვიან, აი ეს სიტუაციებია მიხვდით ხო? და აქ არის ფრთები, ეს არის შავი ანგელოზის ფრთები, შავი ანგელოზის ფრთები. აი აქაც ნაწნავი, ნახეთ ხო ჩანს? ხო, აი უბრალოდ კამერით რო ვიყურები, კარგად ვერ მოშვები. ხო, აი ნაწნავისებური ნახეთ, აქ აი უყურეთ დაბლა ჩაკრებზე, ოპა, აი ჩამოდის, კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, აი გადასარევად მუშაობს, მინდა გითხრათ. ესე, ერთი იქით მინდა ერთი იქით. ხო. ეხლა რუსულად გავაგრძელებ, ხო? სახელი მტერის მტრის სახელი, ნახეთ, რო ვკითხულობ, როგორ ამყვას ანთელი. ეს როგორ ამყვა. მტრის სახელი. რამდენია შეგვეშალოს? გასაგებია. მოკლედ აი ესეთი თემაა, ჩემო კარგებო, ჩამოდის. აი აქ ყველაფერი იღვენთება. რაც თქვენს მტერს თქვენზე და ჩემზე გაუკეთებია, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსენეთ თქვენ შვილებზე, თქვენს ახლობლებზე, თქვენ შვილიშვილებზე, მეუღლეებზე და აბსოლუტურად აი ვინც კი დააზარალეს თქვენმა მტრებმა ხო და თქვენ ამით იციან სუსტი წერტილი ხო რომ აი აუცილებლად ადამიანებით არა აი მაგალითად ამას ესე გავაფუჭებ და რომ აი ამისი მაგალითად თამარის სუსტი წერტილი ეს არის მიხვდით ხო და ესეთი სიტუაციები ამოდის რა აქ მოკლედ აქ კიდე კარტოფილი ცხვირიანი კაცი და დაფიქსირდა აი სადა ვართ აბა როგორ განახოთ აი ამაში დაფიქსირდა აი კარტოფილიანი ცხვირიანი მამაკაცი დაფიქსირდა მინდა გითხრათ და ქალიც ესე 43-45 წლამდე პირდაპირ ესე იგი ჩამოვიდა ეს აქ უნდა იცი არ მინდა ავწიო ამით იმას ვიზავ აი ნახეთ როგორი გოველია აქ აი კობრა ანაკონდა ხედავთ აი ეს დაიპერკლე აი აქ უყურეთ ერთი ფრთა
მეორებთა, ესეთი რაღაცა. ეს არის შავი ანგელოზების რაზეც ესე იგი ვისაც აქვს ეკლესიაში თქვენზე, ჩემზე და თქვენზეც, ანუ პრაზნიკები ჩვენი რა ქვია იმას, დღესასწაულების დღეს ხო წაკითხული ხო ეკლესიაში, მაგრამ სხვა სიტყვები ხო, დაწყევლილი რო ვისაც ვყავართ, აი აქ ესეც მოიხსნება მეგობრებო, იცით, მოიხსნება და უკან გაუბრუნდება მტერს სამმაგად მეტად. აი არნახული სისწრაფით გავუშვებ უკან, არნახული სისწრაფით. ნახეთ, აი ამას ვეძებდი ბოდიში ჩემი ხელისთვის და აი ეს არის, რომ ესე იგი ხანდახან მემალებიან ხოლმე, რომ რაღაცა ნეგატივი მალავს, მიხვდით ხო? მალავს. მეუნება რომ იქედანო და იქედან დაგდებ, რატო რა ხდება? რომ იქედან მოდის ნეგატივი? ბატონო იდოსეს. აი ჩამოვიდა უყურეთ. აი ჩამოვიდა. ფეხზე არის, ესე იგი ახლა თუ შეერთ და ხო დამიწება, აი რომ აგურზე ქვას რო დაადებ, ხო ხდებით არა? ესე იგი სიმძიმეზე ხო აი ერთდება და ესე იგი ეხა რო ავანთებ და გავააქტიურებ, ხო უკვე ცოტა ხანში, ხო? მერე უკვე კარგად წავა მუშაობა, მინდა რომ ჯერ ეს ზედა ჩაკრებზე დაუბრუნდეს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც კი თქვენ გისურვათ მეგობრებო, რაც კი თქვენ გისურვათ რა აბსოლუტურად. იქნება აი ესე ცოტა, ხო? აი ესე ცოტა. აი ესე ცოტა და ცოტას ესე მოგიბრუნებთ ეს. კარგად ჩანს ხო ახლა კი? კარგად ჩანს. გეკადა ხო ჩანს? კი, უბრალოდ კამერიდან ვიყურებ და კარგად ვერ ვხედავ. კი, კარგად ჩანს უკვე. აი ნახეთ როგორ ჩამოვიდა. აი აქ კვერცხებზეა ნამუშევარი. აი აქ ზიგზაგისებურ გზაზე, ასევე გადასასვლელზე დახაზული როა, ოღონდ წითლად როა დახაზული, აი იმაზეა ნამუშევარი. ნახეთ აქ ქალია და ბავშვი თხილში, ესე იგი ეს არის სუშნასი, ან თქვენი მტერია ახალ ქალია და შეიძლება ესე 30 წლამდე ან 30 წლის მერე იმშობიარა, აი ძალიან ესე იგი ეშინია და ეს შვილი ყავს მოკრული, ან ზოგი თქვენც ხართ, იმიტომ რომ რამდენი უყურებთ ხო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე, თქვენც ხართ და აი ესე გეშინიათ და იცავთ, მიხვდით ხო, აი ამ მტრისგან. აქ გატეხილი კაცის ბიუსტი ამოვიდა, აქ ბიუსტი, აი მხრები და ის რო არის, ხო იცით, მესანთელი რომ აქ ქალი და კაცი, აი ეგ ვარიანტი დაჯდა ზუსტად. კარგი, კიდევ ვკითხულობ. მტერის სახელი. ოპა, აი თვითონ გადმოვარდა. ოპა, ესა შეიძლება ხედავთ, ჩემი დაცვები გააქტიურებული, აი ეს გადმოვარდა ჩონჩხიდან, აი როგორ გადმოვარდა ჩონჩხიდან ახლა. მე აქ გონი მარტო არა ვარ, ხო? ნახეთ, დაინგრა ხალხნო, ნახეთ, უკვე რეზონირდა მტრებზე, მეგობრებო. დაილეცა ყველაფერი, ხედავთ? ეს ერთ მხრივ კი კარგია. მაინც გავაგრძელებ, თავიდან დავიწყებ. სახელი მტერის.
მტერის სახელი მოკლედ მეგობრებო, ნახეთ, უკვე თვითონ დაიწყო აქ სიარული ყველაფერმა. აი ესა სასწაულები ხდება, როგორ არ ხდება, ყველაფერი ენერგიებია. სიბოროტეც ენერგიაა და სიკეთეც ენერგიაა. ფულიც ენერგია, სიყვარულიც ენერგია, ყველაფერი ენერგია, ჩვენც ენერგია ვართ, მიხვდით, მაგრამ როგორ გამოგვიყენებენ და ჩვენ ვის როგორ გამოვიყენებთ, აი ისე ვიცხოვრებთ მერე ცხოვრების დარჩენილი მანძილი, მიხვდით, ხო? ეხლა თქვენმა მტრებმა და ჩემმა მტერმა აი აქ ინერვიულოს და იწვალოს. კარგად ჩამოდის აი აქ დაბლა. გადასარევად მუშაობს, გადასარევად მუშაობს, მოკლედ. ყველაფერი ჩამოვიდა, ყველაფერი. ეხლა გავააქტიურებ უკვე მე. აქ ეხლა ეს რომ ახლა აეწვევა ხელები მტერს. ოპა, დამწვა, ნახეთ, რეები ხდება, დაიწყო. არა, ეხლა არ დაწყებულა, მაგრამ ხელები მეთქი და ხელი დამიწვა. თქვენს წინ ხდება, მეგობრებო, სასწაულები, თქვენს წინ. რეალობა. იფიქრეთ თქვენ მტერზე. გაუგზავნეთ ყველაფერი, მე კიდე აქ რა ჩავაქსოვე, სათქვენოთ და საჩემოთ კიდე არ ვიძახი ხა ეთერში. მერწმუნეთ არ გაუხარია მტერს, არც ჩემსას, არც თქვენსას. ჩემი რიტუალები ყოველთვის ძლიერია, მაგრამ დამიჯერეთ, მე რო ჩემთვის ვაკეთებ, გაასმაგებული და ათასმაგებული არა, გამილიარდებული ძალებით კეთდება. აუწვათ ახლა ხელები. აქ ფეხია, ფეხი დაიხატა დაბლა. აი აქაც ჭიაყელები, აი ლარვები, ესპრესინი, აი ეს რა არის იცით, აი ის რო არის სასმელზე დამოკიდებულება, სიგარეტზე და კიდე იმაზე სიგარეტს რო გავს, ეხლა აქ არ შეიძლება თქმა, აი YouTube-ში კიდე რო თამაში რო უყვართ და კიდე ხო ხდებით არა, ხო და აქ ეხლა თვითონ დაუბრუნდებათ თავის შვილებზე, თავის თავზე. აქ ეხლა ისეთი თასებია, რომ აქ ბევრი თვითონ უყვარს დალევა ქალსაც და კაცსაც, მე მინდა ესე ვთქვა, ბევრი ბავშვებიც დაჯდა, შეიძლება ბავშვებს იყენებს წინ, რომელიღაცა ბავშვებს იყენებს დაცვათ. მიხვდით ხო, ეს მე ძალიან არ მიყვარს. კი, ბავშვებს იყენებს დაცვათ, ხედავთ? წინ იყენებს, აი ეს სტენდივით იყენებს დაცვად, მიხვდით? არ ვარგა ესეთი რაღაცა, არ ვარგა, ხედავთ ხო? არ ვარგა ესეთი რაღაცა. წინ იყენებს მოკლედ ბავშვებს და არ ვარგა. ძალიან ცუდია. ეს რუნა არც კი ეცადოთ და არ გადახატოთ. ეს არ არის წიგშიც რო ნახოთ, ის რუნა არ არის, დამიჯერეთ, არ არის სათქვენო, თავი არა იტკიოთ. დამიჯერეთ, მე ვიცი რას ვამბობ. მერე არ დაბრალდეს ვინმეს. ოპა, აი, მართალს ვამბობ. ნახეთ აქ როგორ ჩამოეკიდა ეს ყველაფერი და უკანაც რა კარგად ჩამოეკიდა.
ყველაფერი კარგად მუშაობს. ამ ხარესაც აი აქაც ზროხის თავია, ხო გითხარით? და კაცის ბიუსტია და ქალის ბიუსტი ისევ ერთად. აი მოკლედ სულ ეს არის რა ქვია, იმდენი პორჩა, იმდენია ეს ეშმაკები და საშინელი რაღაცეებია, რომ აი რა ვიცი რა, რო არ ეზარებათ, ხო ხდებით, აი აქ ჟირაფიც არის, ჟირაფი ეს რა არის, იცით, რომ აი სიმაღლეებს არ მიაღწიოთ და სულ აი როგორ იცით, აი პრობლემებში იაროთ და სულ აი ჩაყონ თქვენ, სულ ესე იგი ცხვირს რო ყოფენ თქვენ საქმეებში მოკლედ რა. ნახეთ რა კარგად მუშაობს. პირდაპირ ამ ფურცელზე, ნიურის ფურცელზე უკანაც კარგად წამოვიდა, ძალიან კარგად დაიწყო. მადლობა მაღალ ძალებს, მადლობა. ეს ჩვენს გვიცავს და ბუმერანგს აკეთებს, მოკლედ ყველა კუთხიდან მას ვქენით რა, ჩავკედეთ. ყოჩა კმაყოფილი ვარ, შიგნიდან იმდენი რაღაცა ისხმევა, აი კარგად რო ჩამოვა, მე მოგიტრიალებთ და ნახეთ, აი აქ ახალგაზრდა მამაკაცზე იყო პრივაროტი გაკეთებული, შავი პრივაროტი, კალიცო, მრგვალი საქორწინო კალიცოები არის გენაცვალე, ამაზეა გაკეთებული. აქ კუკლა ვუდუს რო ეხა მოდაში შემოვიდა, იმაზეა გაკეთებული უკან. აქ ნახეთ როგორ აი ჩამომჯდარი გაეყარა. აი აქაც ჩამოდის ნელ-ნელა. მოკლედ გადასარევად მუშაობს, ეს ყველაფერი თქვენ რაც გისურვათ, ხო, ეს წერს უბრუნდება. მივხვდით ხო? და ვინც გვერდზე ედგა, აი თანამოაზრეებით გინ თანამონაწილეები დავარქვათ ნებისმიერი, ხო? ისინიც კი ნახეთ, ესე იგი აქეთა ესე ჩემსკენ ესე იდგა, ხო? ეს მარჯვენა, ეს მარცხენა. მარცხენა ხელი, ესე იგი წარსულიდან იბრძვის, მივხვდით, ხო? იბრძვის, უფრო, ესე იგი, უფრო დიდი ხანი წარსულიდან, ეს ახლა აქ მე წითელი სანთელი არ მაქვს, შიგნით სისხლისფერია, დედასპიცა ვარ, აი აქ. და რა არის, იცით, ნუ ეს ახლა სექსუალური აქტია, აი აქ, დახატული პირდაპირ სექსუალური აქტია. და აქ არის პრივაროტი, ჩემო კარგებო, რომც არ ავხსნა, აი აქ, აი, ნახეთ როგორ ზის, გადმომჯდარია. მაღალყელიანია, აქ ქათამზე არის შეწირვა გაკეთებული, ბუმბულები, რაღაცა ძვლებზეა, კოჭებზეა, აი აქ უყურეთ, აქაც აი კბილებზეც არის და ფეხზე, მარჯვენა ფეხის მტევანზე არის მანდ რიტუალები, გეხვეწებით, აი კიდე მწერთ ხოლმე, რომ ნინია ეს ჩაგვიწერე. გეხვეწებით, აი მე გეხვეწებით, ამოსქროლეთ ხალხნო, მე ხო ვერ გიპოვით რიტუალებს, ჩემო კარგებო, ვერც მოგწერთ, ეხა მე სად ვეძებო, როდის რა დავარქვი რიტუალს, რომ მოგიძებნოთ და ლინკი WhatsApp-ში ჩაგიგდოთ. არ მაქვს დრო გეხვეწებით რა, მოძებნეთ, მიხედეთ თქვენ ცხოვრებას, გამოისწორეთ, დამიჯერეთ. და კიდე გოგოებო რა მინდა გითხრათ, მეც მიხარია რომ დაგიბრუნდათ და შეგირიგდათ მამაკაცი, მაგრამ აი ეგრევე ნუ შეწყვიტავთ, იმიტომ 1-2-ს მივწერე რომ გააგრძელე 1-6 თვე, ჩამოყალიბდეს ეს რომ მობრუნდა, ჩამოყალიბდეს თქვენი სიტუაცია, თქვენი ურთიერთობა გამყარდეს, მიხვდით ხო? არ უნდა მიატოვოთ, პირიქით კიდე უნდა გაიწმინდოთ ურთიერთობაც და ყველაფერი, ჩაკრები, პირიქით უნდა მტრიჯინაზე შეკრათ, მიხვდით ხო? შეკრათ ურთიერთობაც. ხო, აქ აი კბილები, აჰა, აი კბილები ნახეთ. ეს ცხოველის კბილებიც არის და ისე კბილებიც არის, ასევე სქელი მამაკაცის თითებია, ხელის თითებია. აი, ნახეთ, უყურეთ. სქელი მამაკაცის თითებია. მოდი ახლა ცოტა ხანი უკან განახებთ. არ მოვანგრიო მე.
რაღაცეები. ხო, აი ესეთი თემაა. ნახეთ ეს როგორ კიდია, გუდასავით, აი, ჩამოეკიდა. აქ ვიღაცა სუიციდზე ჰქონდა გაკეთებული, გოგოებო, ბიჭებო, ორივე სქესს მეუბნებიან. აი, მტერი, ხედავთ, ხმა გესმით? წადი აი ამ მტერთან და რო ვერ უშველო, იმიტომ რომ ჩვენ რო გვისურვათ ცუდი და გაგვიკეთა, ამინ. ხო, აი ეს გავს კიდე თუნელასაც გავს და მელიასაც გავს, აი ეს ეხლა როგორ დადგა ნახეთ, აი და ვირთხასაც გავს, ვირთხასაც, კურსაც, მიხვდით ხო, რო გპარავენ, დრო რომ უგპარეს ცხოვრება, შვილები, შვილიშვილები, ჯამრთელობა, კრადნიკებია ბევრი აქ, მეგობრებო, თევზები, ფული, ფინანსები, სამსახური რო დაგაკარგინეს, მიხვდით ხო? აი აქ ყველაფერი არის, აი აქ ეხლა თვითონ მიუნახეთ თქვენ ბილიკებზეა, ესე იგი იციან საცხოვრობთ და მოდიან და პატკლადებს რო ვეძახი, აი რო ყოულობ რაღაცას, აი ისინია დატოვებული, მიხვდით ხო? აი ნახეთ და ტვინია ეს კაკლის იმასავით არის გულივით ტვინი და ესე იგი მენტალური მურა, ესე იგი გიპნოზისნაირი, კი, აი დაიწყა გიპნოზია გაკეთებული, თავი გაქვთ გასაწმენდი ბევრს. ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ მე თვითონ, იმიტომ რომ კარგად. აქ ნახეთ როგორ ხელივით ჩამოეკიდა, აი აქ ხელის მაჯა, რო არ უნდა მტერს წავიდეს, წეღან აი აქ ხელი ხა ეს მარჯვენა ნელა მუშაობს, იმიტომ რომ მარცხნივ უფრო იჭერს, უყურეთ და ეს ხელი აქ მერე უნდა დავწვა, თორე ამას ესე არ დავტოვებ. აქ რაღაცას გამოედო, მიხვდით, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ყავთ, მტერი ყავთ, ძლიერი. თქვენ უეხუმრებით მტერს. დაცვები დაიყენეთ ოჯახზეც და ამ დაცვის ამის მერე აუცილებლად ოჯახზეც, ვის როგორი სიტუაცია გაქვთ და რომელ მტერზე უყურებთ. აი ეს გადახედეთ და არის ცალკე დაცვები არის ოჯახზე, დაიყენეთ გოგოებო, ბიჭებო, დაიყენეთ. აი აქ პრივაროტი ამოვიდა მამაკაცის ორგანო, ხედავთ? აი ორგანო მამაკაცის. ნახეთ? ნუ გადასარევად მუშაობს, გადასარევად და ზურგს უკან. ეს ნახეთ, აი როგორ ჩამოეკიდა, უყურეთ, აი. უყურეთ. გასაღებებზე და იმეებზეა კიდე. ესე იყო ხოლმე, ხა ცოტახანი მინდა ესე. ცოტახანი ესე იყოს. მტერი არ გავაბლატაო. აქ არ მოვეშვათ ჩვენ, ამის დრო არ არის, მოშვების დრო არ არის. და აქ მე კიდე წავიკითხავ ახლა. დევს მარილი მიწაზე. პორჩას თავისში, ოჰოჰო, იჭერს. მტერი ჩემი სახელი მტრის. დადის დედამიწაზე. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თავის პორჩას იპოვის. მიწის საშუალებით და მარილის საშუალებითაც. წაიღებს თავის თავზე, წაიღებს თავისთან. ყველა დამპალი სიტყვა, შავი საქმე, ყველა როგორ მყვება, ყველა მე როგორ მესროლა, ყველა სიბოროტე, იმიტომ არ უნდა მოვეშვა, აი, არც მოვეშვები. ოჰოჰოჰო. ოი, გავწიო იქით. ყველა სიბოროტე, ამას უკვე ეს დავუდებ. ყველა სიბოროტე მარილო მიწას მიეცი ყველაფერი, მიწავ ყველა დათესილი ზლო ჩემს მტერს, მტრის სახელი რა დღეშია უყურეთ.
რა დღეშია უყურეთ სტრის სახელი დაუბრუნე და იყოს ასე ნათქვამია და დამტკიცებულია ამინ 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 ხედავთ რეები ხდება ეს ხელი ნახეთ რა ხელი ეს მე რო ჩამოვარდება მე დავწვავ გადასარევად იმუშავა ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან კმაყოფილი ვარ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იფიქრეთ თქვენს მტერზე გოგოებო ბიჭებო იფიქრეთ აი როგორ სანთელს იმას ქნა როგორი გაგამწარად როგორ გატირად როგორ გიღალატად თქვენ რო დაეხმარეთ გვერდში დაუდექით და თვითონ რო აფერისტულად ღამეები და დღეები რო დაუთმეთ თქვენი დრო რო დაგაკარგინათ აი ამ დროს ეხა თქვენ და მე წამოვიღებთ მიხვდით ხო და თვითონ დარჩება ჰაერში თვითონ დარჩება ჰაერში აბა ჩვენით რო იკვებებოდა ჩვენით ეს ენერგეტიკულად და ყველანაირად აბსოლუტურად მიხვდით ხო ეხლა იყოს ის რაც კი როდისმე რამე გაუკეთებია აბსოლუტურად დაუბრუნდეს უკან ამინ 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 ქალმერთი გეკადაც გვეხმარება მადლობა კიდევ კითხულობ რუსულად სახელი მტრის ერის სახელი აი ასე ჩემო კარგებო ამას ახლა ჯერ არ მინდა ეს რომ გამოვაძრო ამას ნახეთ ჩამოძრა არა მაინც უკიდია ხელი ნახეთ მაჯას ხო ხედავთ ხალხო მაჯას ხო ხედავთ მაჯას რა დღეშია უყურეთ რა დღეშია დადგება ასე ეს ვიცი რომ არ დგება ეს სხვანაირი პირი აქვს ამას მომრგვალო პირი აქვს არ დადგება რა უშავს ხელს მიუმიზნო რომ თქვენსკენ არ წამოვიდეს მე კითხებიან ხოლმე რომ აი ნინია რა ვერს რისა გამოსაწყიდი რამდენია უყურეთ ხოლმე რა ბოლომდე ბევრჯერ ბოლოს ვამბობ ხოლმე და მე რო ხა რიტუალში ვარ და ტრანსში ვარ მე ხა გამოსასყიდის დრო არ მაქვს რომ შუა ან დაწყებაში ვთქვა ან შუალედში ხო ხან და ხან ხდება რომ ცოტა ლაითი რიტუალია ვამბობ მაგრამ უყურეთ ხოლმე რა გოგოებო ბიჭებო ერთ რიტუალზე მიწერია ადრე ჩაწერილზე ისა რა ქვია სათაურის ქვეშ ესე რო წერია იშო ან კიდევ უნდა გახსნათ იქ წერია მაგრამ არავინ არ კითხულობთ და ეხა მეორეზე კიდე მართლა გამომრჩა ცოტა ისეთი რიტუალი იყო იქ იცით რამდენია მწერთ ხოლმე ესე მომწერეთ თუ იმ რიტუალზეა მხოლოდ დანარჩენს მოусმინეთ შეიძლება სანამ გავთიშო მაშინ ვამბობ და ხო უნდა მოусმინოთ რომ აჩქაროთ ვიდეო რომ გადმოქაჩოთ ვიდეო
არ იმოქმედებს, არ რეზონირდება. ეს თუ ვინმე აქ ზიხართ ახლა შავები და ბინძური პირის პატრონები, ხო, ვინც ხალხს წყევლით, ხო, და ცხოვრებას უფუჭებთ. ეს თქვენზე დაბლოკილია, ნებისმიერი ნინიას ჩემი რიტუალები თქვენზე არ იმოქმედებს, 100 მაგად და 1000 მაგად წამოგივათ ბუმერანგი, გადით არხიდან და სხვაგან გაიწმინდეთ, არ რეზონირდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩემ არხიდან უნდა უყუროთ ახალო გამომწერებო, გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ, არ რეზონირდება. თუ ესე მოიქეცით, ადექით და თავიდან შედით ჩემი არხიდან და უყურეთ თავიდან ბოლომდე. ეხლა ცხოვრებაც გინდათ რომ გამოისწოროთ და ჩქარაქნათ, რიტუალს სიჩქარე არ უყვარს, მაგიას საიდუმლო უყვარს და ის ჩქარე არ უყვარს. ეხლა მე ნეტა პინცეტი ეხლა ვიყურები, აქ არ მაქვს, ხედავთ რომ ეს მინდოდა დამეწვა. ნუ მერე კი დავწვა რას ვიზავ, ისე ხარ დავტოებ. მე ეხლა ეს ხარ ვამთავრებ, მე 1000 ლოცვები და ისინი უნდა და ჩავკეტო ხო ეს ყველაფერი, რომ თქვენთან არ წამოვიდეს ბუმერანგი. მაგრამ დაცვა დაიყენეთ აუცილებლად, მეგობრებო, ამას ვეცებ. აუცილებლად დაიყენეთ დაცვა. კაცრავად, უი ხელი ჩანს ცუდად, აი ესე ვიზავაში უკან. კამერიდან რო ვიყურები. ბოლი, თქვენ. ესე. გაგიშვით. იქით დავდებ და იმუშავებს. მადლობთ ნდობისთვის, დიაგნოსტიკაზე ისეთი კარგები ხართ, რომ რა ვიცი, ძალიან საყვარლები ხართ, გოგოებო, ბიჭებო, მამაკაცებო და ბიჭებო, ნუ გერიდებათ, ჩემთან ყველაფერი ინკოგნიტოა, მე და თქვენ ვართ მარტო, არავინ არ გაიგებს, ხო, ჩართვებზე. არაფერი მწერენ ხოლმე, რომ აი ბიჭი ვარ და ეს, მე რა რო ხარ, იმდენი ბიჭი და მამაკაცია ჩემთან დიაგნოსტიკაზე, რომ ვერ ჩამოვთვლი და დღეში აი რამდენია არ ვიცი. ხო და გელოდებით დიაგნოსტიკაზე, მეგობრებო. საერთოდ რო გაწმენდებს იკეთებთ ჩემი რიტუალებიდანაც, ხო? პირადად ცალკეა, იქ სხვა თემაა, პირადად მაქვს კონტაქტი და აი ესე ჩემ რიტუალებით რო იკეთებთ, თვეში ერთხელ მაინც, თვენახევარში ერთხელ მაინც, ორ თვეში თქვი, დიაგნოსტიკა აუცილებელია. რომ ესე იგი როგორ გაქვთ სიტუაცია, გაიწმინდა, არ გაიწმინდა, აი ესე ბევრი მიკავშირდება და ყოჩახ სწორად იქცევით, რომ ესე იგი რა სიტუაცია გაქვთ, წერენ ხოლმე, რომ ნინი, აი თქვენი გამომწერი ვარ და რიტუალების მერე მაინტერესებს რა სიტუაცია მაქვს, მიხვდით ხო და პირდაპირ ვიწყებთ ხოლმე აი ესე რა, მოკლედ. ჭკვიანურად იქცევით, ვინც ასე იქცევით და თქვენს აი აქაც წავიდა ბუმერანგი, აქაც ой, ამეკრო ეს საზესხარი. და ეს სწორი მიმართულება, რომ იცოდეთ თქვენს თავთან. ერთ თვეში არ გამოსწორდება არაფერი, არც მტერზე და არც იმაზე, თქვენს ცხოვრებაზე. გითხარით უკვე, ხო? ხო, და ისა მადლობთ, რომ ესე ნინია გელოდებოდით და დიდი მადლობა, აი მართლა. ეხა მე არ ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მინდა ერთი წუთი ვერ ვისვენებ. ვარსკვლავი გაქვთ თქვენ ზედ, ნახეთ.
ესე იგი მტერს რა ბუმერანგი წაუვიდა მეთქი ხო? ესე იგი რაც თქვენ ვარსკვლავი მოგპარათ ხო? ის რა თქმა უნდა ის წაუვიდა თქვენი მოპარულეს კრადნიკები ჯანმრთელობაზე, სწავლა განათლებაზე, სამსახურზე, აბსოლუტურად ყველაფერზე წაუვიდათ კრადნიკები, მიხვდით ხო? და აქაც კიდე ნახე, აი უყურეთ, ჩაეკეტათ ყველაფერი, გადაეკეტათ გოგოებო, ბიჭებო, თან ესე იგი ვისთანაც იმუშავეს, იმათგანაც ჩაიკეტნენ, მიხვდით ხო? იმათგანაც ჩაიკეტნენ და ეხლა იტყვიან, აჰა, ფინანსებზე. თქვენს წინ ვიღებ, ფინანსებზე. ამინ, ღმერთო დალოცვილო რა. აჰა, ერთი კიდე და ვიღაცას სამსახურიდან გამოაგდებენ, ოჯახი დაენგრევა, იდილია დაენგრევა, სახლს გაყიდიან, ქონებას გაყიდიან, წაართმევენ, სახლიდან გამოაგდებენ, აი ერთმანეთს დაშორდებენ, ყველაფერი აბსოლუტურად რა, აირდაერევათ, ჟამკარი, კიდე ერთს მეუნება და აჰა თქვენ წინ ამოვიღებ რა ხდება. კი, აი ხუთიანი ხმლები, რა თქმა უნდა, დაავადდებიან, ეხა თვითონ იტირებენ სისხლის ცრემლებით და თვითონ დაეტაკებიან ეხა ოჯახში რომ ესეთი გაურკვევლობა მოხდება ხო ბუმერანგი რო წავიდა ხო არ გამოვრიცხავ ვინც ესე იგი და ეს ეხა მტერი დამკვეთია ხო და ეს შემსრულებელი ხო მაგალითად ხო რა თქმა უნდა ერთმანეთს დაეტაკებიან რომ აი არ გამოდის და მომეცი ფულები და უკან დამიბრუნე და ესეთი რა ყველაფერზე ექნებათ კრახი ფინანსები გზა ცხოვრება ბედი აბსოლუტურად თქვენ ბედშიც რო ჩაერივნენ მიხვდით ხო და ყველაფერზე კრადნიკები აქვს აბსოლუტურად მადლობა მოკლედ ჩემო კარგებო აი აქ არის უბრალოდ ეხლა მე ეს არ მინდა ისეთი ამ დროს არ შეიძლება დანისაღება მიხვდით ხო აი უყურეთ როგორ არის ერთი წუთი აი ხედავთ ხო ესე მინდა ჩაგახედოთ აი ნახეთ აი აქ არის ანგელოზი, მაგრამ ეს არ არის თეთრი ანგელოზი, ადამიანის სახე აქვს და შიგნით აქვს აი ესე როგორც აი რო უჭერი ხარ ადამიანი, რო უჭერი ხარ, მიხვდით ხო? აი ყველაფერი რაც ეჭირა აქ თვალებია კიდე, აი ფეხი წავიდა აქეთ, აი ბუმერანგი, სარკეზე იყო ნამუშევარი, საფლავები, მოკლედ ყველაფერი ამოვიდა აქეთ იქეთ, აი სუ ადამიანები, სუ სახეები, სუ ტანი და ასე შემდეგ, აი ტირიან უკვე, აი ნახეთ. მოკლედ გემშვიდობებით ჩემო კარგებო და მომავალ შეხვედრამდე სასწრაფოდ ამის მერე დაცვა დაიყენეთ სასწრაფოდ გადახედეთ თქვენ სიტუაციას ხო და გამოსაწყიდი იქნება რა თქმა უნდა 9 ლარი ამაზე ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე